გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ გიორგი ხამცაშვილი და თქვენ ყოფით შემოგვცეთ თევზაობის მეთოდებში. კიდევ სათევზაო მაღაზიაში ვარ Amazon-ში, მადლობა ბაჩოს, რომ ესეთი ვიცით დაგვითმოკიდე და ძალიან ბევრი ვიდეოს ვწერ ამ მაღაზიაში და ძალიან ბევრი ვიდეოს ჩავწერ კიდევ. მოკლედ ეხლა რატო ვწერ ამ ვიდეოს, ეხლა მოგახსენებთ, ბევრი წერს რომ ობზე რომ თევზაობ გიო შენ, რას იყენებ, რა პელეტს იყენებ, რასატყვარებს იყენებ, რა გასაკვებს იყენებ და ასე შემდეგ, ხო? მაგიტომაც, რა თქმა უნდა, მე ჩემ მაყურებელზე ვზრუნავ და ეხლა მე პირადად ობზე როცა მიწევს ან ტურნირზე, ან ისე გასვლა სამოყვარულოზე, მე რას ვიყენებ, რასატყვარებს, ამას უყურებელს ეხლა ამოგიგეთ ჩემ ვიდეოში. აბა დავიწყოთ ჩემო კარგებო. მოკლედ, ჩემო მეგობრებო, ხარბატონო და ბატონებო და პატარა მეგობრებო, ვიცი რომ ყველა წლოვანების ადამიანი მიყურებს და ძალიან გვახარებს. ეს პელეტი არის 2 მმ-იანი ესეთი. მეთოდ მიქსი ქვია რა, რომელიც გამოვიყენე ზამთრის თევზაობაზე, ფლეტის თევზაობაზე, ტურნირებზე, მოგეხსენებათ რომ სპორტსმენი მეთევზე ვარ. გამომიყენებია გაზაფხულზე, გამომიყენებია ზაფხულშიც. შემოკარგებო და ძალიან კარგია რა. ეხლა მოდი მუშაობის პრინციპები ავხსნათ, როგორ დავამუშაოთ პელეტს. აი ხა გავხსნათ ჩვენ და აქ შიგნით კიდევ რაღაც სურპრიზები გვაქვს და რა თქმა უნდა გამიხილოთ. მოდი გავხსნათ მეგობრებო. აი ესეთი ტიპია, მძაფრი არომატის არის. მე პირადად კიდევ მოგახსენეთ რომ ცივ წყლებშიც ვამუშავე და რა თქმა უნდა ზაფხულშიც ვამუშავე რა. ეხლა შიგნით რეები აქვს. აი ესეთი მიქსია, ესეთი სეროფია. ამოვალაგებ, მაგრამ როგორ ვამუშავებთ პელეტს და როგორ მზადდება სიამდვილეში პელეტი. რა თქმა უნდა, ამას უკვე ვიდეოში წარმოგიდგენთ. ეს ჭიქა მოყვება, მეგობრებო, რომ გავზომოთ წყალი და ეს ჩავასხათ, მაგრამ პირდაპირ შეგიძლიათ რომ ჩაასხათ, ეგ პრობლემა არ იქნება და არ გადააჭრა. აი ეს არის უკვე მეგობრებო თევზის გასააქტიურებელი, რო იცოდეთ, აი ეს. ამას გააზავებთ, ესეთი ქვილის მასაა, გააზავებთ და თუ გჭირდებათ რა. მოკლედ ეხლა რა ხდება? ეს რა არის? ეხლა გეტყვით რა. უკვე მეთოდ ფიდერზე რომ მოათავსებთ თქვენ პელეტს, უკვე მზად ყოფნაში რო იქნება, ნემსკლავზე ან პელეტზე დაასხავთ და წყალში დაცემის დროს ბუხს აყენებთ და აი ესეთი ძალიან მრავალფეროვან ბუხს დაგიყენებთ, რომელიც თევზს იზიდავს და მოსწონს თევზს რა. მოკლედ ეხლა რა ხდება? მოდი ეხლა ავხსნათ პრინციპი მოზიდვის. ამას თუ გნებავთ დასაკვებში გაურიეთ, ან კობზე მიდიხართ, ან კაფეში მიდიხართ, ან ნავით მიდიხართ, ელექტრონავით მიდიხართ, ან გასაბერით ნავით მიდიხართ, ან ჭიქას ამზადებთ, ან თევზაობთ ესეთი პევე პარკებით და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ჩვეულებრივად სათშიც ჩაყაროთ ეს, მე სხვადასხვა სატყვარები და ერთად მოზიგოთ, მაგრამ მე ეხლა ვხსნი პრინციპით აი აქვე ამ კონტეინერში როგორ მოვამზადოთ ჩვენი პელეტი რა. წყალს ასხავთ, აი აქამდე ასხავთ მეგობრებო, აი მოდი გავჩვენოთ. ჩვენი პელეტი უნდა დაიფაროს წყლით. აი ამ ხელაზე მაინც უნდა ჩაასხათ, რომ პელეტი დაიფაროს წყლით. აჩერებთ 3 წუთიდან 5 წუთამდე. ზოგადად აწერია ეხლა რა, რამდენი ხანი უნდა გააჩეროთ, მაგრამ მე პირადად ვაჩერებ ხოლმე 3 წუთიდან 5 წუთამდე ვაჩერებ პელეტს. მერე წყალს რო შეიწოვს, რა თქმა უნდა, არ გადააჭარბოთ, თორე გახდება ფაფა, აკონტროლეთ, რომ დრო არ გაგეპაროთ, თორე გახდება ფაფა. მერე 3-4 წუთიდან 5 წუთამდე, რომ უკვე შეიწოვს ჩვენი პელეტი წყალს, რაც დარჩება წყალი, ამას გადაუღრით, რა თქმა უნდა, გადაუღრით წყალს და გააჩერებთ რახანი ღია მდგომარეობაში. მერე უკვე ხდება წებოვანი მასა და ეგ არის ჩვენი პრინციპი რა. ანუ ესე დამუშავების პრინციპი ესაა პელეტს რა. თუ გინდათ რომ მარტო პელეტს ამუშავოთ, ესე უნდა დაამუშავოთ და ესე უნდა გააკეთოთ. ყველა პელეტს, რა თქმა უნდა, ყველა გრანულს და ყველა ზომას თავისი დამუშავება ჭირდება, თავისი დრო ჭირდება, რომ მუშა მდგომარეობაში მოიყვანოთ პელეტი. ესე არ არის რომ წყალს დავასხი და იმუშავ, არა, ის სროლის დროს თუ სწორად არ არის დამზადებული და მომზადებული პელეტი,
სროლის დროს გაძვრება მეთოდ ფიდელიდან, ანუ ფლეტიდან გაგიძვრებათ სროლის დროს და გაიფანტება. დაელოდეთ 5 წუთი დააცადეთ და წებონებას მიიღებს თვითონ. რა უნდა გადაღვაროთ წყალი აუცილებლად. ეს გითხარით რა არის? ლიკვიდია, რომელიც თუ გნებავთ რომ ამის არომატი გქონდეთ თქვენ სიტყვაზე ეს გქონდეთ არომატად, აი მოდი გავხსნათ. აი მოდით. ძალიან მაგარი მარწყვის არომატია, ძალიან მაგარი. თუ გნებავთ ჭიქაში გადმოღვრით და მე იმ წყალს, ტბის წყალს დაამატებ და ისე დაასხავთ, ან ჩაასხავთ აქვე კონტეინერში, თუ გნებავთ ძაფრი, ძალიან მძაფრისუნი და ასე შემდეგ, აქვე წყალში გააზავებთ, ათქვიფავთ და მე დაასხავთ რა. უბრალოდ წყალში უნდა იყოს დაფარული ჩვენი პელეტსი, მეგობრებო, თორე სწორი მომზადება თუ არ ექნება ჩვენ პელეტს, აზრი არ აქვს რა. ეს ერთი. პელეტსი, რავი, მეგონი აუხსნი კარგად, ესეც აგიხსენით რა არის, ესეც აგიხსენით საშუალება რა არის რა. ეს უკვე აუხსნი, ამას მეტი არაფერი არ უნდა, ბევრნაირი პელეტსი არსებობს, ბევრნაირი გრანულები და აი აღარ გავეორდები რა. მოკლედ, მეორე ვარიანტი ხა მე რასაც ვიყენებ, ეხლა მე წამოგიჩვენებ. ხო, იმედია ეხლა გასაგები იყო, როგორც რაც აუხსნი ჩემო მეგობრებო. მოდი ეხლა მეორე სატყუარას შევეხოთ, რომელსაც ვიყენებ ხოლმე კობრზე, როცა მივდივარ რა. დასაკვებად და სატყუარად, რა თქმა უნდა. ეს არის ვეფხვის კაკალი, ასე ვთქვათ, ტაიგერი, ასეთი ტიპია, რომელიც ეხლა აღარ გავხსნი რა, შეფუთულია და მოდი ეხლა ამაზე აუცილებლად ჩავწერ, როგორ მზადდება სახში, წყალსაც გამოვიყენებ, უბრალოდ წინასწარ გითხარით, რომ წყალს არ გამოვიყენებ, არაფერს არ მოვხარშავთ, უბრალოდ ესე საუბრებით აგიხსნით, როგორ და რანაირად და რისთვის არის ეს ყველაფერი და როგორ ვიყენებ მე. რა პირადად რასაც ეხლა მე წამოგიდგენთ, კობრზე ვიყენებ. აი ესეთი არსებობს დიდი ზომებიც, არსებობს საშუალო ზომებიც, ეს არის საშუალო ზომა, ტაიგერი, ვეფხვის კაკალი რა. ეხლა მე პირადად ვიყენებ როგორც დასაკვებში, ასევე თმიან მონტაჟზეც ვიყენებ აუცილებლად ჩვენ ტაიგერს. მოკლედ მეგობრებო, ეხლა ჩვენ მომზადების წესს აგიხსნით, მე პირადად როგორ ვამზადებ ტაიგერს, იმიტომ რომ ყველა თავისებურად ამზადებს, რა თქმა უნდა, თავისებური მიდგომები აქვს. მე ჩემებული მიდგომები აქვს, რომელიც მუშაობს, რა თქმა უნდა, მუშაა და ამ რჩევებს, რა თქმა უნდა, მოგცემთ ეხლა ჩემ არხზე თეოზოვის მეთოდებში. მოკლედ ჩავყაროთ ჭურჭელში, ნებისმიერ ჭურჭელში, რავი, რამდენი ლიტრიანში ამზადებთ თქვენ, არ ვიცი. მე პირადად 20 ლიტრიანში ან 15 ლიტრიანში ვაკეთებ ხოლმე, გააჩნია რაოდენობას, რამდენი მაქვს. მოკლედ ჩავყარით ჩვენი ტაიგერი ჭურჭელში, წყალი დავასხით. ცოტა მეტი წყალი დავასხით, იმიტომ რომ ძალიან მაგრად იწყობს ტაიგერი წყალს და რომ არ დააკლდეს, ცოტა მეტი წყალი დავასხით ხოლმე. მე პირადად ვაჩერებ დღე ნახევარი ან 2 დღე ტაიგერს წყალში. ოღონდ ჩავყარეთ ტაიგერი წყალში და მორჩა, ეგრე არ არის მეგობრებო. მე პირადად ეხლა როგორ ვაკეთებ, ამას გეტყვით. ტაიგერს რომ წყალს დავასხავ, შაქარს ჩაუმატებ მეგობრებო, გააჩნია რამდენი გავთ. ეხლა აი ამ ხელა ტაიგერში ეხლა მე ნახევარ შაქარს მაინც გავუკეთებ რა. ნახევარს მაინც გავუკეთებ ერთი სიტყვაზე 300 გრამს, 400 გრამს მაინც გავუკეთებ აი ესე ტაიგერში. მოურევთ კარგად, ჩემო მეგობრებო და გავაჩერებთ ესე. გამოყოფს, რა თქმა უნდა, ჭუს გამოყოფს, რა თქმა უნდა, შავ წყალს მოგცემთ. წყალი უცვალეთ იმდენი ხანი, სანამ სუფთა წყალს არ მიიღებთ. აი მოდი ესე აღვხსნით დეტალურად და ჯგუფად რა. სანამ წყალი არ ექნება თეთრი, მანამდე უცვალეთ წყალი. ამის თქმა მინდა. მერე უკვე გააჩერებთ, რა თქმა უნდა, უკვე გადაიტანთ უკვე გასქურაზე, დადგამთ უკვე ცეცხლზე და უკვე, რავი, ჩემთან 3 საათი, 4 საათი მაინც უნდა, რომ დარბილდეს და მეტი ხოლმე და ზოგან სხვანაირად იხარშება, ზოგან სხვანაირად იხარშება. გააჩნია რამხელა ტაიგერი, რამხელა მილიმეტრია და ასე შემდეგ რა. აი ამასაც ყურადღება მივაქციოთ. იქ მე რაღაც არომატები გინდათ, რაღაცა გინდათ, ხა მე პირადად არ ვუკეთებ არანაირი არომატს, იმიტომ რომ მე რაც აქვს თვითონ ტაიგერს და მოსწონს თევზს თვითონ თავისი ყველაფერი, მაგიტომაც
მოსწონს და ვაკეთებ მარტო ამით რა. ანუ არანაირი არომაც არ ვუკეთებ. თავის წებოვნება აქვს, თავის გამოყოფს შაქარს რომ იცით მეგობრებო, გამოყოფს თავის სითხეს და რა თქმა უნდა ეს მოწონს ჩვენ კობრის ამურს და ასე შემდეგ რა. ხო, აქვე მინდა დავამატო რომ შაქარს ვერ უკეთებენ მეგობრები შუა პროცესში და ასეთი მე ესე ვაკეთებ, ჩემო მეგობრებო რა. რა თქმა უნდა, მოდი ესე სპორტულად ვილაპარაკოთ, როცა თქვენ თევზს აწვდით, სატყვარა იქნება, ტაიგერი იქნება, პევლოკა იქნება, ან რა თქმა უნდა ეს პელეცი იქნება, ხო, უნდა იყოს კარგად მომზადებული, იმიტომ რომ სინამდვილეში ჩვენ თუ არ არის კარგად მომზადებული ჩვენი ტაიგერი ან ნებისმიერი სატყვარა, თევზი ვერ ამუშავებს მეგობრებო სინამდვილეში და საზიანოა თევზისთვის რა, ესეც გავითვალისწინოთ რა. მაგიტომაც ისეთი სატყვარები, რომელიც აი ესეთი მყარია და მაგარია, უნდა მოიხარშოს კარგად. გააჩნია სატყვარაზე გინდათ თუ დასაკვებად გინდათ. აუცილებლად მოიხარშოს ყველა ვარიანტში კარგად, იმიტომ რომ თევზზე ვიზრუნოთ რა. ეს მე მგონი ბევრმა არ იცოდა და მეც რო გავიგე ძალიან გამიხარდა ეს ფაქტი და დანარჩენი ეს იყო და ეს რა. მე რა თქმა უნდა გადაანაწილებთ, წვრილებს დასაკვებში გაუშვებთ, ცვილებს სატყვარაზე გაუშვებთ და ასე შემდეგ. შეგიძლიათ ნაზავი გააკეთოთ, ესეთი რაღაცა პელეცი, ტაიგერი, ნებისმიერი ბოილები რაღაცა შეგიძლიათ უკვე ნაზავი გააკეთოთ, იქ მიქსები დასაკვების გაურეთ თქმაში და გამოგივათ კარგი კარპოვი დასაკვები, რომელიც ნავით, ელექტრონავით, გასაბერი ნავით შეიტანთ ან პევ პარკებით ან ბადეებით შეფუთავთ და მიაწვდით თევზს. და ექნება სუფრად თევზს გაშლილი რა თქმა უნდა. მე უბრალოდ რასაც ვიყენებ, იმიტომ რომ ბევრი SMS-ი შემომივიდა, შენ კონკრეტულად რაზე იყენებ და რაზე იჭერ თევზს, რომ ახლა ჩემი YouTube არხზე ნახავთ რომ კობრებს ვიჭერ, აი ამებზე ვიჭერ ჩემო მეგობრებო კობრებს რა. ბევრი რამეა, მაგრამ აი კონკრეტული იმ ვიდეოზე რაც იყო ზამთრის თევზაობა, რომელიც ჩაგვეშალა და ვიდეო ჩაგვეშალა და ვერ გადავიღე, იქაც ფოტოებს ნახავთ, იქაც ამით ვიჭერ. ამით დავიჭირე ზუსტად მეგობრებო და ტაიგერი მქონდა დასაკვებში გარეული. კიდევ დასაკვებს რომელიც მიჩვევა, მოდი დასაკვებს შევეხოთ მეგობრებო. დასაკვებს რომელიც მიჩვევა ძალიან ბევრი მიწევს. მოდი მეგობრებო ხა დასაკვებს შევეხოთ, პირადად მე რას ვიყენებ ხოლმე, ბიუჯეტურებში ვიძახი რა, ხა არ ვიძახი ძალიან ძვირიანებში და ასე შემდეგ. აი ბიუჯეტურებში როგორ მიმაქვს ხოლმე რა. რები მიმაქვს, რებს ვანიჭებ უპირატესობას, ამას ყველაფერს გეტყვით რა. და კიდევ აქვე დავამატებ ხარ შევისახით, რომ ძალიან ბევრს ეშლება და გარჩევა უჭირს კონკრეტული დასაკვები, რომელიც შევთავაზოთ, ხო? აი ხა მოდი ხა გეტყვით რა. მე პირადად თუ ზაფხულია, კარგი ამინდია და ასე შემდეგ. მიმა ყოველთვის მარწვი, აი ფისტიმის მარწვი, რომელიც კონკრეტულად მეგობრებო ბევრს ეშლებათ რა. მოდი ზვაკაცურად გამიგეთ, ბევრს ეშლებათ. მინახეთ ასაცავებზე ძალიან ბევრი შეხება მაქვს მე თევზებთან რა თქმა უნდა და კონკრეტული დასაკვები ისია რომელიც შევთავაზოთ არ ვიცით რა და მაგიტომაც წელი ხა იმდუმარაც არის ჩემი არხი თევზობეთოდები რომ ვინც არ იცის შევასწავლოთ რა თქმა უნდა მოკლედ ჯისტიმის მარწყვი კონკრეტულად არის კობრის მეგობრებო იმიტომ რომ სხვილი ფრაქცია აქვს ძალიან სხვილი ფრაქცია. კი, ვიჭერთ. აროთ ეხა ვეჭერით ეხა დამიწერეთ კომენტარებში, შამაიას ხო ვიჭერ, კარჩხანას ვიჭერ. იჭერთ მეგობრებო, დაიჭერთ. აუცილებლად დაიჭერთ, რომ ბუღი აქვს, რა თქმა უნდა, შამაიას თუ კონკრეტულად ითევზავე, რა თქმა უნდა, დაიჭერთ. მაგრამ კონკრეტულად რისთვის შეიქმნა ეს დასაკვები. მაგას გეუბნებით, რომ ეს არის კობრისთვის შექმნილი. სხვილი ფრაქცია. კი, შამაიას თუ ვიჭერთ სიტყვაზე, უნდა დაგეჭირათ 150 ცალი. სიტყვაზე ვიძახი, აი აქტიურ თევზზე არ ვიძახი, აი პასიურ თევზზე სიტყვაზე უნდა გიჭიროთ 150 ცალი, ხო? როგორ გითხრათ? ძალიან სხვილი ფრაქციით თქვენ 150 ვერ დაიჭერთ, თქვენ შეიძლება დაიჭერთ 50 ცალი. იმიტომ რომ ამით გავაწყობთ ჩვენ თევზს, გამიგეთ? ვაჭრობთ. იმიტომ რომ კობრისთვის იმიტომ არის, კობრს უნდა შევსავაზოთ სუფრა, ხოლო ისიც რა თქმა უნდა დოზირებულად რომ გადავაწყოთ რა. ეს არის სხვილი ფრაქცია. ყოველთვის სხვილი ფრაქცია რაც იქნება დასაკვებში მეგობრებო, არის კობრისთვის მიზან მიმართულად დასაკვები. ყოველთვის წვრილი თევზს და კონკრეტულად ხა თევზს უნდა შევთავაზოთ წვრილი დასაკვები, ვაშიოთ, მადაზე მოვიყვანოთ და მე ვიჭიროთ რა თქმა უნდა უშუალო სატყვარასე რა.
მოკლედ, აი ეს სხვილი ფრაქცია, მარტივი კობრის არის, მეგობრებო, კონკრეტულად ისთვის გამოყენებული თორე კობრს კაჩანაც უჭერთ და შამალსაც უჭერთ, რა თქმა უნდა. კოწახურიც კობრის არის და ქლიავი, რა თქმა უნდა, კობრის არის, მეგობრებო. კობრისთვის არის შექმნილი სხვილი ფრაქციაა და ზოგადად ეს მოსწონს ისა დიდ თევზს, რა თქმა უნდა. ამებს ვიყენებ ხოლმე რა, ამინდების მიხედვით და აი ტუტი ფრუტის შემიძლია გამოვიყენო ხანდახან, ხო? მაგრამ ამინდების მიხედვით ვიყენებ ხოლმე ამ დასაკვირვებს რა. რა თქმა უნდა, დოზირებულად შეხამება, რა თქმა უნდა მოგწეს პელეცის ერთად ან დასაკვირვის ერთად ან ტაიგერის და ასე შემდეგ რა. ამის თქმა მინდოდა. არ ჩავითვალოს იმემ რომ კონკრეტულად ჯისტიმს ვაპიარებაღაც. არა, მე კონკრეტულად წერ იმ ვიდეოს რომ მე პირადად რა გამომიყენებია, რა ახლა ფრაგმანიც არის, რაღაც პირადად ჩემი დასაკვირვებიც გამოვა ახლა, რომელიც კობრზეც არის, კონკრეტულ თევზზე ვქნით ჩვენ დასაკვირვებს. ბევრი სახეობა ფიშკაა და აი ბევრი სახეობა, რომელიცაც აქვს როგორც წვრილი თევზზე სათევზაო დასაკვირვები, ასევე კობრზეც და რავი, ძალიან ბევრი არჩევანი ამაღაზიაში რა. მე უბრალოდ კონკრეტულად რომ წერთ რომ რას იყენებთ თქვენ და როგორ იჭერთ თქვენ თევზს, როცა ჩვენ ვერ ვიჭერთ სიტყვაზე არ ვიყავით გვერდზე იყავით და ჩვენ ვიჭერდით და თქვენ ვერ იჭერდით, მაგიტომ გიხსნით მეგობრებო რომ მე კონკრეტულად რას ვიყენებდი იმ დღეს და რას ვიყენებდი ტურნირზე, აი ეს იყო მეგობრებო. აი ესენი მქონდა წაღებული, პელეცი მქონდა წაღებული და ტაიგერი მქონდა წაღებული ჩემო მეგობრებო და იმ დღეს მქონდა წაღებული ჩვენ სეკრეტი მქონდა ფრაგმანის მეგობრებო რა. მაგრამ ზაფხულში აი მე ვამუშავებ რა. კოწახურს, ქლიავს და მარცვლს. აი ამის თქმა მინდა. დანარჩენი მეორე ვიდეოს, რა თქმა უნდა, უკვე სახში მომზადების ვიდეოს გავაკეთებ უკვე წყალს შევეხებით და ცეცხლს შევეხებით, რა თქმა უნდა. ეხლა უბრალოდ სიტყვიერად მინდოდა რომ შევამომეცა თქვენთვის და მე მგონი გასაგებად ახსენდი ყველაფერი. გამოიწერეთ ჩემი არხი მეგობრებო. კიდევ ერთხელ მადლობა მაღაზია Amazon-ს, რომ დამითმო სივცე, კაი ვიდეოებს მაღებინებს ამ მაღაზიაში და რავი რა. სიახლეებიც გვექნება მალე, რა თქმა უნდა, როგორც ჩემ არხზე, ასევე ტურნირების თემებშიც და რავი. აბა დროებით შევამეგობრებო.